ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მან შენი რესურსი ძალიან ბოროტად გამოიყენა და შენი რესურსია ის რისი საშუალებითაც მან ააშენა თავისი ავტორიტეტი და რის გამოც ეს ადამიანი საზოგადოებაში და ხალხში ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. და შესაძლოა ეს ადამიანი აქამდე ვერ იაზრებდა რომ ხელად წვლილი შექონდა ამ ყველაფერში და მას შემდეგ რაც დაკარგა და რაც წავიდა შენი ცხოვრებიდან, მან უფრო მეტად გაიაზრა ეს ყველაფერი, რომ შენაერი ქალის გვერდით ყოფნა მის ავტორიტეტს ძალიან ცვლიდა და თითქოს ხალხის დამოკიდებულებაც მის მიმართ ძალიან განსხვავებული იყო. მაგრამ როგორც კი შენ წახვედი და ამ ადამიანმა დაკარგა, მან იგრძნო განსხვავება, როგორია, როდესაც ისეთ ჩემდგარ და წარმატებულ ხალთან ერთად ხარ, როგორიც არის პენტაკლების დედოფალი და როგორია, როცა ეს ადამიანი მიდის შენი ცხოვრებიდან. შენმა წასვლამ ამ ადამიანის ცხოვრებაში გააჩინა ძალიან დიდი ნოსტალგია, ძალიან დიდი არეულობა, ის ბალანსი, რომელიც მასთან შექონდა, თითქოს დაიკარგა და ამ ადამიანს მოუწია თითქოს შებრძოლებოდა თავის ძალიან ძლიერ შიშებს, იმედგაცრუებას, ღამის უძილობებს და ძალიან გაუჭირდა მას ეს ყველაფერი, ძალიან გაუჭირდა მას ყველაფრის თავიდან დაწყება და თითქოს ის ყოველ ჯერზე, როდესაც გიხსენებს შენ თავს აიძულებს, რომ რაღაცნაირად შეიკავოს თავი, რომ არ გამოვიდეს კონტაქტზე, რომ არ იაქტიუროს, რომ არ მოგწეროს, რომ არ გააკეთოს არაფერი და ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან რთული, რადგან მისი სული ითხოვს ცვლილებას, მისი სული ითხოვს ან ცხოვრების გაგრძელებას და წინ წასვლას, ან რაღაც ქმედების განხორციელებას შენთან მიმართებაში. და თითქოს მას აღარ შეუძლია გაწელოს და დააპაუზოს ეს სიტუაცია ისე როგორც აქამდე აკეთებდა და თითქოს ეს პაუზა აღარ არის გამოსავალი. აქამდე თუ ეს მუშაობდა, აქამდე თუ ის თავს უკეთ გრძნობდა ამ პაუზაში, ახლა თითქოს ეს პაუზაც მას აღჩობს, გუდავს და სირთულეს უქმნის, ხო? მოდი ვნახოთ აბა რას გააკეთებს ეს ადამიანი და თუ გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი სურვილი. ამოდის მაგის ენერგიები, მაგია ნამდვილად არის ქმედება და ნამდვილად არის გადაწყვეტილება. ეს ადამიანი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შენთან დაკავშირებით. და ეს გადაწყვეტილება არ იქნება მხოლოდ მისი გადაწყვეტილება, ეს იქნება შენი გადაწყვეტილებაც. შენ როგორც გადაწყვეტ ამ ურთიერთობას და როგორ განაჩენსაც გამოუტან, ისე იქნება ყველაფერი და მე აქ ხედავ, რომ შენ უფრო მეტად ხარ ორიენტირებული საკუთარ თავზე და შენ აირჩევ საკუთარ თავს და თითქოს ეს არის შენი ბოლო სიტყვა ამ ეტაპისთვის. მაგრამ მომავალში თუ რამე შეიცვლება, ესე ჩენზეა დამოკიდებული, ხო? მაგრამ მე ამ ეტაპზე ვხედავ შენში მზაობას, რომ აირჩიო საკუთარი თავი, აირჩიო შენი ცხოვრება და აირჩიო შენი მომავალი, აი ამ ენერგიებში ხარ შენ ამ ეტაპისთვის. სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა შენთვის, თუ რეზონირდა შენზე ეს გაშლა, აუცილებლად დამიტევა კომენტარები, ხოლო პირად სესიებთან დაკავშირებით გელოდები ინსტაგრამზე.